ისინი ხსნიან, რომ თითქოს ეს არის თავდაცვის საშუალებები და ჩვენ გვაინტერესებს ვისგან იცავდნენ თავს. თავშა თუ რამე ექსესი იქნება, როდესაც პოლიცია ამბობს, რომ დაიშალეთ, ისინი უნდა დაიმორჩილონ და დაიშალონ. მაშინ ისმის კითხვა ბუნებრივად, მაშინ რა საჭიროა ეს გამცავი სათვალეები და რესპირატორების კომპლექტები. თუ არა პოლიციასთან ჭიდაობა, წინააღმდეგობის გაწევა და ასე შემდეგ. საქმე რაში არის? იცით, ისფედი არც მალავს ამ აქციებში მონაწილეობას და აიწინაღების და აიწინაღებია, რომ უბრალოდ დავარქვა თავის სახელი, რესპირატორები და სახის გამცავი სათვალეები და ასევე შეძენილი აქვს ხმის გამაძლიერებელი, ანუ ხამაღლა მოლაპარაკე და ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვეულებრივად მონაწილეები იყვნენ აქციების და არა ვთქვათ სიტყვაზე მხოლოდ დაკვირვების კუთხით შემოიფარგლებოდა. არანაირი აქცია არ დაგვიორგანიზებია, რომელიც რაღაც კონკრეტულ კანონდარღვევას ეხება და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს არის მორიგი ნაბიჯი იმისთვის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები აღარ იყოს უბრალოდ საქართველოში, აღარ იმუშაონ, არ დაეხმარონ ხალხს, არ გაუწიონ მათ შორის იურიდიული დახმარება და სხვა ტიპის დახმარება. სწორედ აი ამ მიზანს ემსახურება ეს გამოძიება და რაღაცნაირად უნდა გამართლდეს ის ნაბიჯი, რაც იყო დაყადაღება ჩვენი ანგარიშების და სამწუხაროდ წვალოს პროკურატურა იმას, რომ რაღაცნაირად რაღაცა გამოიყვანოს ამ საქმეში. ჩვენ მონიტორინგის მიზნით შევიწყდეთ მონიტორებისთვის, ან მონიტორები იქ აქციებზე რჩებიან, მათ შორის იმ დროს, როდესაც ხდება დაძაბულობა და დაპირისპირება და ისინი რო არ დაზიანებული იყვნენ, აი ზუსტად ისე დროს გვაქვს ნაყიდი, რომ წინა დღეს იყო ძალიან დიდი ძალადობის, ასე ვთქვათ, აქტები, პოლიციის მხრიდან გაზის გაშვება, ბევრი ადამიანი დაზიანდა და მოიწამა და ზუსტად იმ თარიღებში გვაქვს შემდეგ დღეს ნაყიდი ეს რესპირატორები და სათვალეები, რომ შემდეგ უკვე გაგრძელებული იყო ეს მონიტორინგი და უსაფრთხოდ ეგზნოთ იმ ადამიანებს თავი, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.